ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. თქვენ უსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს, რომელმაც კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ. ახლა კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ხახალაძეს მომავალი 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვა და შესაბამისი პირობების შექმნა თანამოქალაქეებისთვის ეს არის ის, რაც წლების განმავლობაში ხახალაძის ხელმძღვანელობით კეთდებოდა. დღეს თბილისი შეუდარებელი არის მისი დღევანდელი მდგომარეობა იმასთან, რაც წლების წინ იყო. ამას მე მგონი მტერი მოყარე ყველა ძალიან კარგად ხედავს, მათ შორის ვაკვირდებით ჩვენი ოპონენტები ზუსტად ხახალაძის ხელმძღვანელობით აღდგენილ პარკებში როგორ დასეირნობენ და ხვდებიან მოქალაქეებს. ესეც ამას აჩვენებს თუ რა წარმატება არის ამ მხრივ და დღეს იყო საუბარი თუ როგორ მოხდება ამ მომავალი წლების განმავლობაში მწვანე გარემოს და ჩვენი მოქალაქეებისთვის თავარია უსაფრთხო ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. და იცავს გერმანიის ენას. თქვენი განცხადებების გამოხდება ეს. ხართ თუ არა პასუხისმგებელი რომ ურთიერთობა კიდევ და როგორ უპასუხებთ სამართლს? რაც შეეხება გერმანიის საგარეო სამინისტროს პრეზიდენტის განცხადებას, ამაზე თუ საჭიროდ ჩათვლის საქართველოს საგარეო სამინისტროს პრეზიდენტი უპასუხებს. რაც შეეხება ბატონ პეტერს, რომელსაც როგორც ჩანს აწუხებს ის ბრალდებები, რომელიც ეხება მისი მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერას. თუ კი მას ეს ბრალდებები აწუხებს, გამოსავალი არის ძალიან მარტივი. ბატონმა პეტერმა ექსტრემისტებს არ უნდა დაუჭიროს ხარი. მაგალითი ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. მე შეგახსენებთ, რომ არსებობს ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც გახსოვთ თქვენ მიუვარდა საქართველოს პარლამენტის წევრს, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და თავს დაესხა ქალბატონ მარიამ ლაშქს, მათ შორის თავს დაესხა ფაშისტური შეძახილებით. ამ ადამიანებს ამის შემდეგ ბატონი პეტერი შეხვდა თავისთან საელჩოში, გამოუცხადა მხარდაჭერა, თქვა რომ ესენი არიან საქართველოს მომავალი, რომ საქართველოს მომავალი კარგ ხელშია მათი სახით. ამ შეხვედრიდან მეორე დღეს იგივე დაჯგუფება თავს დაესხა ქართული ოცნების თბილისის შტაბს, იქაც პოლიტიკური ძალადობით ფაშისტური შეძახილებით. ასე რომ თუ კი ბატონ პეტერს სურს რომ არ იყოს მის მიმართ ბრალდებები ექსტრემისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ის ისევე საჯაროდ უნდა გაემიჯნოს ამ ექსტრემისტულ ჯგუფს, როგორც საჯაროდაც ხარი დაუჭირა მათ იმით რომ მიიღო საელჩოში და საჯარო განცხადებით დაუჭირა მხარი. ასე რომ ეს არის ამიტომ ეს არის ფაქტი. კიდევ ერთხელ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის განცხადებას თუ საჭიროდ ჩათვლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტი უპასუხებს. ბატონ პეტერთან დაკავშირებით მე გიპასუხებ. საქმე რაში არის? ბატონი პეტერის ამგვარი ქცევა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეგახსენებთ რომ ის ასევე გორში შეხვდა ასევე ექსტრემისტულ ჯგუფს, გახსოვთ ფონად იყო პლაკატი მონა და როდესაც ამის წახალისებას ხდება, ხედავთ შემდეგში ამის შედეგი რა არის? ზუსტად ამის შედეგი არის ის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, რასაც ხედავთ ჩვენ ქართული ოცნების თბილისის შტაბთან. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ყველაზე მეტად აზიანებს თავად გერმანიას. ეს ნაკლებად აზიანებს საქართველოს მისი ამგვარი ქცევა, მაგრამ აზიანებს გერმანიას და სამწუხარო არის რომ გასაგებია რომ ბატონი პეტერის ხელში რთულია ვისაუბროთ ჩვენ ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე, რაც სამწუხაროა რომ მან შეძლო რომ 3 წელიწადში ფაქტობრივად დაანგრია 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა საქართველოს და გერმანიას შორის. თქვენ იცით რომ ქართულ ხალხს აქვს განსაკუთრებული პატივისცემა გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში იმ პერსონალური კავშირების გამო, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას შორის არსებობდა და ასე შემდეგ, ბევრი სხვა გარემოს გამო და 3 წელიწადში ამ ადამიანმა მოახერხა
რომ დაიყვანა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ქართულ-გერმანული ურთიერთობები. კიდე ერთხელ კიდე ერთხელ ყველაზე მარტივი გამოსავალი არის ის, რომ მან როგორც საჯარო დაუჭირა მხარი აი ამ ჯგუფს, კონკრეტული ჯგუფი არის, რომელიც თავს ეძახის რაღაც ილიას უნივერსიტეტის რაღაცას, აი კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც თავს დაესხა მანამდე საქართველოს პარლამენტის წევრს და მისი მხარდაჭერა ამის შემდეგ მან მიიღო ისინი საელჩოში და თქვა, რომ აი ესენი არიან საქართველოს მომავალი, ის ხალხი, რომლებიც თავს ესხმის არჩეულ პარლამენტის წევრს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ამას უწოდებს საქართველოს მომავალს, ამით შეგულიანებული წავიდნენ მერე და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს დაესხნენ. ბანერის დაზიანების ხელზე მიგორბის კვლევაზე გეკითხება. ბანერის დაზიანების გამო ხუთი რომ სვამებს ხეში ახალგაზრდა ქალს. ნორმალური არის გორბის გასაგებ უყურეთ კავშირებთ მოლოდინე რა არის? კვლევების გარეშე ჩვენ შევხედოთ სხვა ნაწილს, ხომ? დღეს უკვე დასრულდა რეგისტრაცია, მათ შორის კომისიებში დასახელება წევრების და ასე შემდეგ. ნახეთ, რომ გახარია ლელოს ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება ვერ შეძლო დაესახელებინა. 28 ქალაქში კანდიდატი არ ყავთ. და 430 მაჟორიტარი ვერ დაასახელეს ქვეყნის მასშტაბით. ესეც ხომ კვლევას რომ თავი დავანებთ, ესეც ხომ აჩვენებს, რომ არათუ მხარდამჭერები ყავთ ნაკლები, ვერ პოულობენ ადამიანს, რომელიც წავა ამ ნაბიჯზე, რომ გახარიას და ლელოს პარტიის რაღაცნაირად სახე იყვნენ და რატომ? იმიტომ რომ ერთი მხრივ გვაქვს ლელოსთან საქმე, რომელიც არის თაღლითობის მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. იცით რომ თავად ხაზარაძემ აღიარა, რომ ანაკლის საქმის გამო შექმნა ეს პარტია და მოვიდა პოლიტიკაში და დღეს ყველამ ვიცი დადასტურებით ყველა ინსტანციით და ყველა საერთაშორისო არბიტრაჟით, რომ ეს იყო თაღლითობა, რასაც ისინი აპირებდნენ ანაკლიაში და როგორ აპირებდნენ, რომ საქართველოს ბიუჯეტის თითქმის 15% ჯიბეში ჩაედოთ და ამ მიზნისთვის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 15%-ამდე ჯიბეში ჩაედოთ, შექმნეს თაღლითური პარტია ლელო. და მეორე გახარია, რომელიც დაფუძნებულია სრულიად ღალატზე, ეს ადამიანი არის, რა ვიცი მე, ქრონიკული მოღალატე, ჯერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, გახსოვთ თქვენ, რომ უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გაიქცა, ეხლა თავის პარტიასაც გაიქცა და არის უცხო ქვეყნის რეიტინგების შესაბამისად რეიტინგებშიც ეს ყველაფერი არის ასახული. ხალხი ამას ხედავს, რომ არის მცირე ექსტრემისტების ჯგუფი, რომლებიც ღამე დაიარებიან და ძალადობენ და იმიტომაც ძალადობენ, რომ ისინი თავად ხვდებიან, რომ ცოტანი არიან და ექსტრემისტები რომ არიან. ასე რომ ეს ყველაფერი აისახება რეიტინგებშიც და რაც თავარია 4 ოქტომბერს ყველა დაინახავს ამას. დაკავშირებით როგორც ვიხილეთ გუშინ ზურაბიშვილი, საომი ზურაბიშვილი, ასევე თინათი ხიდაშელი იყო. მაგას პასუხობ ჰელსინკის კომისიაში. აი რა მიზანი ჰქონდათ ამ მოხსენებლებს და მიაღწიეს რა ამ მიზანს. ზოგადად რამდენიმე საკითხი იყო, ამ სხდომაზე კელი დეგნალის დანახვით მე მგონი ყველაფერი ნათელი გახდა. ერთადერთი ვინც უნდა დაეკითხა ამ კომისიას, თუ კი მართლა აინტერესებთ რაღაც პროცესების ახსნა, იყო ქალბატონი კელი დეგნალი. ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის პივიტის გაყალბების საკითხზე. ჩვენ დღეს ვიცით დადასტურებით, რომ ისფედმა გააყალბა პივიტი, ვიცით დადასტურებით, რომ USAID-მა იცოდა, რომ ეს პივიტი იყო ყალბი რიცხვები და დიდი ალბათობით 99%-ის გარანტიით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნალმა იცოდა, რომ იყო ყალბი რიცხვები და შეუძლებელია USAID-ის ზის საელჩოში არის სახელმწიფო სტრუქტურა და შეუძლებელია მათ დაემალა ელჩისთვის. თუ არა და მაშინ ესეც უნდა თქვას, რომ შესაბამისად 2020 წელს ისფედის NGO-ების ჩართვით, USAID-ის დაფინანსებით იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით და ამაში მონაწილეობდა ბევრი ადამიანი და დღეს ტრამპმაც ამხილა ეს ყველაფერი. მეორე, ჩვენ რაც ვიხილეთ ანტიტრამპისტები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სახით ამბობდნენ, ტრამპმა რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა
და ასე შემდეგ იქ მჯდომი ხალხი მათ შორის. ასე რომ ეს ერთი ნაწილი და მადლობა ჰელსინკის კომისიას ამისთვის რომ ასე ერთად ნახეთ Deep State-ის აგენტები. მეორე საკითხი, რაც შეეხება ამ ორ ქალბატონს, რომელიც იქ ისხდნენ და საქართველოს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას. მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სათანადო ადგილი მიეჩინება. ეს ორი მოღალატე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმ ქვეყნის ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში ხო არის, რომ იმ ქვეყნის, რომელმაც ის შობა და აღზარდა, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას რო იძლევიან, აი ეს ორი მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს საქართველოს ისტორიაში. ეს არის წარმოიდგინეთ ამერიკის ექს-პრეზიდენტი, რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისცეს ჩვენება ამერიკის წინააღმდეგ. აი სინამდვილეში ეს არის აგენტის, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი და ყველამ უნდა ისწავლონ ხიდაშელის და ზურაბიშვილის მაგალითზე, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და აი ესეთ ღალატს ჩაადენინებენ. აი ესე ყველა აგენტის ხვედრი. ეუთოოდირთან დაკავშირებით, რომელმაც უარი იხუჭა. ეუთოოდი, თემა. ჩემი რიგინზე არის გარემ სტივკოინმა განაცხადა. გეტყვით, დავიმახსოვრე. ეუთოოდირზე უნდა კითხოთ, რომელმაც უარი თქვა საქართველოში ჩამოიყვანა. აქვე დავასრულებ იმ საკითხს სტივკოინის სენატორთან დაკავშირებით, რაც თქვენ დასვით, რომ მეგობარი აქთან დაკავშირებით, არ ვიცით ახლა ეს უპირველეს ყოვლისა თავად კონგრესის პრესტიჟის საკითხი არის, რომ არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი. ასე რომ თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი. რაც შეეხება ეუთოოდირის ჩამოსვლა არ ჩამოსვლის საკითხს. ისე გააქვთ მოლოდინი, რომ მიიღებენ საბოლოო ჯამში მეგობარი. საერთო ჯამში ეს არის თავად ამერიკის შეერთებული შტატების და კონგრესის პრესტიჟის საკითხი, რომ არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი. იმ ხალხის მიმართ, რომელმაც 30-ზე მეტი თავისი რჩეული ვაჟკაცი შეწირა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში ომს. წინა ხაზზე მდგომი ქართველი ხალხი, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იმალებოდა ან თავის ქვეყანაში, ან შტაბში, ჩვენი ქართველი ხალხი გაყვა მათ ამ ომში და ამ ხალხის წინააღმდეგ მტრული აქტის მიღება უპირველეს ყოვლისა კონგრესის პრესტიჟს დაარტყავს. ასე რომ კარგია თუ არ მიიღებს. რაც შეეხება ეუთოოდირის საკითხს. რაც შეეხება ეუთოოდირის განცხადებას დროსთან დაკავშირებით, ასე თუ გული გულობს, ქალ და ორი ხელით იჭმევა. თუ დაკვირების სურვილი ექნებოდათ, საკმარისი დრო არ იმისთვის, რომ დააკვირდნენ. არა თუ დაკვირვება, თქვენ იცით, რომ სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო და ერთ თვეში ვაპირებთ ჩვენ და სხვა პარტიები, რომ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ და ეხლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას, ასე რომ თუ გული გულობს, ხალ და ორი ხელით იჭმევა და არ არის პრობლემა არ იყო, ჩამოსულიყო და დაკვირვებოდნენ. ეს ერთი. მეორე, არჩევნები არ არის. მეორე მათ შორის მინდა შვედეთის გუშინ ნახე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო რაღაც წუხან რომ დაკვირვებას ვერ შეძლეს ეუთო. მოსახლეობას ვეტყვი რომ შვედეთში არც ერთხელ არ მოუწევია ეუთოოდირი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ისტორიაში არც ერთხელ. არასდროს არ მოუწევია. ეს ერთი. მეორე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყნის არჩევნები, არანაირად არ ეხება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს არჩევნებში ვინ დააკვირდება და ვინ არა. და მესამე შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ერიკ ოტოსონი 2024 წლის 11 ნოემბერს თუ 12 ნოემბერს იდგა აქ ანტისამთავრობო არჩევნების შემდეგ იდგა ანტისახელისამთავრობო მიტინგზე, არ აღიარებდა ეუთოოდირის დასკვნას შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი და მოუწოდებდა და არა. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ერიკ ოტოსონი საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებდა მაიდნისკენ.
ერიკ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი. დღემდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამიჯნია ამ მოწოდებას ძალადობრივი დამხობისკენ. ასე რომ რა თქმა უნდა ეს არის ფარისეულური განცხადება ამასთან დაკავშირებით. ხო, რა შეეხება აი საკითხი და მორჩები. ბოლო საკითხი. რაც შეეხება იმ კვლელობას, რომელიც აზარენ კვლელობას, რომელიც გუშინ ვიყიდით, აი ეს არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე. და ზუსტად ეს არის რაც ხდება საქართველოში. ეს არის რაც ხდება. ეს არის ზუსტად ლიბერალიზმის თანამედროვე სახე. დღეს როცა ცდილობენ ლიბერალიზმი თანამედროვე ლიბერალიზმთან გაიგიონ ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე კი არა, ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, რომელიც არიან ნაწილი ამ ლიბერალური ინტერნაციონალის, რომელიც მთავარი იარაღი არის ძალადობა. სიტყვით ძალადობა, ფიზიკური ძალადობა და ამას ხედავთ ყველგან. მთელს მსოფლიოში, სადაც ისინი მოძლიერებული არიან და ზუსტად ეს უნდათ საქართველოშიც დაამკვიდრონ. ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება, მივარდნები დედის გინება პროტესტია? დედის გინება პროტესტი არის? აი ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, ზუსტად ეს არის, რომ გინება შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აქცევენ, აფორმებენ პოლიტიკურ პროცესს. ამიტომ ისაც გუშინ ვისვინეთ, ის რაც გუშინ ვიხილეთ არის ის რაც უნდათ რომ საქართველოში დაგვეთ. თქვენ იცით რომ რუსთაველზე ნახეთ ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა ადამიანი რუსთაველის ტერიტორიაზე. აი ეს არის ზუსტად რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად ერთ-ერთი ევროკომისარი, რაზეც აფრთხილებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კიდევ ერთხელ ეს არის თავარი მომენტი, რომ ზუსტად საქართველოში მოქმედი თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები, როგორც 100 წლის წინ ფაშიზმის სენივით შეეყარა ევროპას და მოედო, ზუსტად ასე არის თანამედროვე გაგება ლიბერალიზმის, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღი არის ადამიანების გაუქმება, დაქენსელება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ასე შემდეგ. და ზუსტად ეს არიან და ნახეთ და რაც თავარია, ნუმალად. რაც თავარია, ჩვენ ნახეთ ქართველი ლიბერალების, ეგრეთ წოდებული ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ კვლელობაზე. ნახეთ სოროსის ფონდის თანამშრომელს, როგორ უხარია რომ მოკლეს. ნახეთ პარტია ახალის თანამშრომელს, როგორ უხარია რომ მოკლეს ადამიანი. აი ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე. თქვენ უსმენდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მედიასთან კომენტარი გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა თბილისის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია წარუდგინა. ახლა თავად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აკეთებს მედიასთან კომენტარს, ჩვენ მათ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ასევე თქვით რომ ახალი ორგანოც ჩამოყალიბდება ტყის მოვლის პატრონებასთან დაკავშირებით, რა გეგმები გაქვთ მომდევნო 4 წელი? დღეს თბილისელებს წარმოუდგინეთ გეგმა ეკოლოგიური მიმართულებით, გამწვანების თვალსაზრისით, რა პროექტები განხორციელდება თბილისში. ჯერ ხაზი მინდა გაუსვა იმას თუ რა გაკეთდა 2017 წლიდან მოყოლებული, მე ვფიქრობ თვალშისაცემია ყველა განხორციელებული პროექტი, რომელიც გამწვანების მიმართულებით გვაქვს. ჩვენ დავამარცხეთ ის მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეების, სპორტული არეალების გასხვისება იმისთვის, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო. ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებით დღეს არ არსებობს რეკრეაციული სივრცე, რომლის გასხვისება ხდება და იქ თქვათ კორპუსი აშენდეს ან რაიმე სამუშაო ოფისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამოქმედო პროექტების გათვალისწინებით, რაც ვისაუბრეთ, რომ მუშტაიდის განახლება გვაქვს დაგეგმილი, მთლიანად რეაბილიტაცია, ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვაზე, გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია და ძველი ზოოპარკის ტერიტორია მთლიანად რეაბილიტირებული, განახლებული იქნება, რომელიც საფეხმავლო ხიდებით დაუკავშირდება მზიურის ტერიტორიას და ერთი ძალიან
დიდი მწვანე სივრცე გვექნება ქალაქის ცენტრში, რაც ძალიან მაგარია. არ დავიწყებ ხა იმაზე საუბარს, თუ რამდენი სკვერი უბნების დონეზე, რაიონების დონეზე უნდა განხორციელდეს, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ გამწვანების მიმართულება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული, რომელსაც დაეთმობა ძალიან დიდი ყურადღება. გარდა ამისა, ჩვენ გადმოგვეცემა ჰექტრობით ფართობის ტყეები, რომელსაც ჭირდება მოვლაპატრონობა, ვქმნით შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას მოვლაპატრონებაზე, მოწესრიგებაზე, ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდს მინდა მადლობა გადაუხადო. თქვენ იცით, რომ ტყის აღდგენის პროექტი არის დაწყებული, რა ძალიან მაგარი არის, მთაწმინდის ფერდი, კუსტბის არეალები 700 ჰექტარზე არის საუბარი, თავისი სარწყავის სისტემებით. პროექტის დიდი ნაწილი უკვე განხორციელებულია, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა მოვლაპატრონობაში და ამ ყველაფერს სჭირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ყოველწლიურად და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ქართული ოცნების რეიტინგია გორმის კვლევა მაჩვენა, რომ ქართული ოცნების რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა. ხუთი წელი ემუქრება გორმის კვლევა მაჩვენა, რომ ქართული ოცნების რეიტინგი არის საგრძნობლად გაზრდილი. მოლოდინები რა არის და ეს შედეგი რითი მიაღწიეთ, რომ შეაფასოთ? ნუ რაც შეეხება კვლევებს, მესმის და მე ზუსტად ის განცდა მაქვს, ამას კვლევა არ ჭირდება, ყოველდღიურად მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან და ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, იმ თანადგომას, რაც ქართულ ოცნებას აქვს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ერთადერთი ძალა ვართ ქვეყანაში, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის მომავალს. შესაბამისად, ხალხი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, თუ როგორ იმართება ეს შიდა აგენტურა გარეძალებისგან, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ, ქვეყნის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ყველაფერზე და ასეთ პოლიტიკურ ძალებს, ან პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, მომავალი არ და ვერ ექნება ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ამიტომ არის გაზრდილი პარტია ქართული ოცნების რეიტინგი. ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ რეალურად. მიუხედავად იმ შემოტევებისა, ზეწოლებისა, შეურაცხყოფებისა, ცილისწამებისა, უსამართლო დამოკიდებულებისა, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას. მერების წარდგენა 28 მუნიციპალიტეტში და მათ შორის კომისიის წევრების დაკომპლექტება. რაზე მიუთითებს მათ შორის? ვერ მოახერხებს ვერც მერების წარდგენა 28 მუნიციპალიტეტში და ვერც კომისიის წევრების წარდგენა. ეს თემა არ არის მნიშვნელოვანი. წარწერისთვის რომ ციხეში გაუშვეს ხალი. ყველას გიპასუხებთ. შეიძლება აცადეთ. არა, მე შეიძლება მეუთხედაც დამისვა, მაგრამ აცადეთ ერთმანეთს, ხო? რაც შეეხება კანდიდატების არდაყენებას, ეს იმაზე მიუთითებს, რომ არანაირი რესურსი არ აქვს ამ პოლიტიკურ ძალებს, არანაირი შესაძლებლობა, არანაირი მხარდაჭერა. ყველანაირად დემოტივირებული, ყველანაირად განულებული რესურსობრივად. ქართველი ხალხი ხო ხედავს ყველაფერს, ხო გრძნობს ამას. დღეს ხო არ არის 2012 წლამდე არსებული პერიოდი, სადაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ტელევიზია, სააგენტოები, სოციალური მედია შეიძლება მაშინ არ იყო. დღეს უკვე სხვადასხვა პლატფორმებია და ადამიანი ინფორმაციას იღებს სხვადასხვა საკითხებზე, აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ხალხი ანალიზს აკეთებს, ხედავს, ხო, ვინ არის და ვინ რა პოლიტიკას ახორციელებს და ვინ ვის ემსახურება. ჩვენ ამაყი ვარ და მე ამაყება, რომ ქართველ ხალხს ვემსახურებ. ქართველი ხალხი არის ჩემთვის მთავარი და პრიორიტეტი და რა თქმა უნდა მათ უფლებებს დავიცავ ყველგან, სადაც როგორც არ უნდა ვიყო. შესაბამისად, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, იციან რომ დამარცხებულები არიან ყველგან. ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ასევე საკრებულოს დონეზე გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული ბანერის დაზიანების кейსზე მინდა გკითხოთ. რატომ გაიმეტეთ ახალგაზრდა ქალი 23 წლის სტუდენტი ციხეში, იმიტომ რომ წარწერა გააკეთა თქვენს ბანერზე, რომელიც წაშალეთ. 1 საათში წაშლილი იყო უკვე ეს წარწერა და 5 წლით ემუქრება პატიმრობა. თქვენ რა იცით, რამდენი წელს რა მოსამართლე ხარ, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას. სამართლის წესი არის აღძრული საქმე. არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება ზოგადად.
რაც შეეხება პატიმრობა იქნება, სახლში გაშვება იქნება, ამას არც თქვენ წყვეტს, არც მე ვწყვეტ, ამას წყვეტს მოსამართლე. და კეთილი ინებეთ დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტას. ფაქტი არის, ფაქტი. ფაქტი. ბანერის აზიანების ვინმე ციხეში გაუშვეს რამე. ფაქტი არის ძალიან ცუდი. ფაქტი არის ძალიან ცუდი. არც ერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა მე რომ მოვიდე თქვენთან სახლში. და დაგიზიანოთ თქვენი საკუთარი სახლი. უკანონოდ იყო დაკვირვებული. მერის საიტიც არის ეს ინფორმაცია. აბესაძეს თუ დაუჯერებთ, კარგს არაფერს არ მოგიტანს, დამიჯერებთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ მერწმუნე. დამიჯერებთ. რაღაცეები ვიცი. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და ძალიან დიდი გამოცდილება. თუ გინდა დაუჯერეთ აბესაძეს, იქნებით იქ სადაც დღეს იმყოფებით. მითხარით ნებართვა. გამოგადგებათ რჩები, რა თქმა უნდა. ამას ნებართვა მუნიციპალიტეტიდან არ ჭირდება, ამას ჭირდება მფლობელის ნებართვა და ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს, იმიტომ მაქირავები გვაქვს პარტი, მაქირავები გვაქვს იმისთვის, რომ საარჩევნო შტაბი გაიხსნას და რა თქმა უნდა ის პირობა რომ ბანერები გაიკრას, საერთოდ პრობლემა არ არის. კიდევ მაინტერესებს თქვენი შტაბის მელიქიშვილის განმტკიცება რომ სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი არის ქართული ოცნების მხარდამჭერი და ერთი ოპოზიციის. ან ზოგადად ეს დაკავებულების წარმომადგენლების მიმართ არ ყოფილა სამართლებრივი. ნუ კანონი ახლა ყველა წინაშე ერთნაირად მუშაობს, ხო? ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია, სამწუხაროა და ყველამ, რა ვიცი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ ზოგადად ასეთი ფაქტების. ძალადობა ცუდია და არ არის. ცუდია და რატომ არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტები? სულ არის სამი დაკავებული ამ პროცესებზე დავაზუსტებ. ეს პროცესები გრძელდება ისე გუშინაც ნახეთ პროვოკაციები რეალურად რა მიზანი აქვს სამხელს? მიზანი აქვს რომ რაღაცა მცირე არეულობის შემოტანა შეეცადონ, ხელი შეგვიშალონ საარჩევნო პროცესში, მაგრამ რეალურად მაგასაც ფიზიკურად ვერ მოახერხებენ. ვერც ხელშეგვიშლიან საარჩევნო პროცესში და ვერც არეულობას ვერ შემოიტანენ. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ხვდებით მოსახლეობას, ვესაუბრებით გაკეთებულ საქმეებზე, გამოწვევები რა არის, პრობლემები რა არის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ისინი კეტავენ გზებს, დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას, შეურაცხყოფას აგინებენ. ჩვენ ვესაუბრებით ამ ურჩევას, ვისმენთ მათ პრობლემებს და ვესაუბრებით როგორ უნდა უპასუხოთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს დედაქალაქში. ხომ გექნება დარწმუნებული ვარ, ნანახი გექნებათ ის კადრები, როგორ ძალადობენ თქვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები, მათ შორის საარჩევნო კამპანიების დროს ნატაშა ჩვენ სისტემის მართლა მთელი დილა საკითხი რომ ამოვწუროთ ხომ შეიძლება მოძალადეებს არ აკავებენ ამ დროს შტაბები გვინახავს დარბეული მაგალითად გდანში მაგალითად სხვაგან სხვა საარჩევნო კამპანიების დროს და არასდროს ყოფილა ვინმე და თუნდაც დაჯარიმებული ან დაკავებული. და ახლა ადამიანს 23 წლის გოგოს ემუქრება წლები, იმიტომ რომ თქვენი ბანერი დააზიანა, რომელიც ეგრევე წაიშალა. ან თქვენ ეს კომფორტია ეს თქვენთვის კომფორტია? ანუ რას ნიშნავს რომ მე თქვენთან მოვიდე, თქვა რაღაცა დავაზიანოთ თქვენთან? არის ყველასთვის. ნახეთ სამართლიანობა არის ზუსტად ის რომ ყველა ვინც ფაქტებზე ბატონო თუ ვერ ხდება ადამიანის იდენტიფიცირება, რანაირად მოხდა ადამიანის იდენტიფიცირება და დაკავებულია. გარდა ამ ადამიანისა, მე რაც დავინახე, სხვა ადამიანებიც იყო, ვინც აზიანებდნენ ბანერებს, მაგრამ დღეს მდგომარეობით რაც ვიცით და რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან, მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. რატომ? ისმის კითხვა, იდენტიფიცირება ვერ მოხდა, ხო? აი, რამდენ რაციონალურია, როდესაც 5 წელი ემუქრება გოგოს წარწერის გადაწყვეტა. არა, მინდა რომ მიპასუხოთ უბრალოდ. გიპასუხეთ და ან არ გინდა გაიგოთ, აბა გიპასუხეთ, ხო, საიდან გამოგავთ ის დასკვნა რომ 5 წელი მიეждება, ხო? მაგას არ თქვენ განსაზღვრავთ. არც მე არ განსაზღვრავ. მაგ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ყველამ კანონს. არ არის საჭირო მივარდნები, შტაბი ხო არ მივარდნილა კაცო იმ ადამიანთან, ან შტაბს თვითონ ხო არ დაუზიანებია ეს ყველაფერი. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. შეიძლება ვიღაცას აქვს პროტესტი, გააპროტესტი, მაგრამ რამეს ხო ვინმე ხო არ გიშლის პროტესტს, მაგრამ კანონი ხო არსებობს, კანონის ფარგლებში და იყოს ყველაფერი. კი ბატონო და რატომ არ არის არჩევნებს არ აკვირდებიან მიზეზი არის ვადები. თქვენი შეფასებით რამდენად რელევანტურია ეს შეფასება ზოგადად ორგანიზაციის მხრიდან, ანუ ვადებს ასახელებენ მიზეზად, რის გამოც არ აკვირდებიან არჩევნებს.
ну ეუთოდით ახლა გუშინაც ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ გულწრფელად ვამბობ, აი მართლა გეუბნებით არ გამკვირვებია რომ უარი განაცხადეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. თქვენ ხომ გახსოვთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მათ საზოგადოებას და ზოგადად ყველას საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინეს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით რა დღეში ჩააგდეს. იმის გამო რომ საქართველოში მათთვის მისაღები მხედველობაში მაქვს ეს გლობალური ომის პარტიის ძალები, რომელიც ამ ქვეყანას და ქართულ ხალხს ებრძვიან, რომ მათთვის სასიკეთო შედეგი არ დადგა, როგორ ფეხქვეშ გათელეს, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ ეუთოოდირს, მის დასკვნას და მის წარმომადგენლებს. იმხელა ზეწოლა, იმხელა მუქარა იყო, სხვათი ამ არანაირი სურვილი არ აქვს, ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ თვითმმართველობის არჩევნებს, როდესაც არანაირი აუცილებლობა არ არის თვითმმართველობის არჩევნებზე. სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის შესაბამისად ძალიან კარგად მესმის მათი ამ გადაწყვეტილებას. თქვენ უსმენთ თბილისის მერს და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს, რომელმაც კომენტარი მედიასთან გარემოს დაცვის პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ გააკეთა. ახლა კი სხვა პოლიტიკური თემები. მეგობარი აქტი აღარ მიიღება. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა თავად დაადასტურა, რომ სენატში მეგობარი აქტი ჩავარდა. სამწუხაროა, რომ სენატმა მეგობარი აქტი არ მიიღო და არ მიიღებენ, თქვა კონგრესმენმა. დოკუმენტის ჩავარდნის ფაქტს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს იყო არა მეგობრული, არამედ მტრული აქტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და მისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ლობიზმის შედეგად დაიწერა. რა შეფასებები მოყვა თბილისში მეგობარი აქტის ჩავარდნას, ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს. ლელა, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. მეგობარ აქტზე როგორც ხელისუფლების სადამსჯელო დოკუმენტზე დიდი მედებს ამყარებდნენ მათი ოპონენტები, ამაზე აქტიურად საუბრობდა მისი მთავარი ავტორი ჯო უილსონი, რომელსაც ოპოზიცია ამ საკითხზე ხშირადაც ხვდებოდა. რატომ ჩავარდა დოკუმენტი? სტივ კოენი, რომელიც ფაქტს ადასტურებს, აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აღარ იღებს პროექტს სენატი, რადგან აცხადებს, რომ ამ დოკუმენტს ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა. კონგრესმენი ფიქრობს, რომ ამას შესაძლოა კონკრეტული მიზეზი ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ მეგობარ აქტს. რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც სპორტს აშენებს. ბატონი უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონ პროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი ჩაკვლა. გასაოცარია, რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა არ მესმის. საკითხს ცოტა ხნის წინ მედიასთან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ფიქრობს, რომ ეს ფაქტი შეიძლება მხოლოდ პოზიტიურად შეფასდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას, რაც ხელისუფლების გაცხადებული სურვილია. რაც შეეხება მეგობარი აქტს, რომელიც სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართული ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საბედნიეროდ როგორც ირკვევა საბოლოოდ ჩავარდა, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ჩვენ იცით, რომ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი არის დამოკიდებული თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას. შეგახსენებთ, რომ მეგობარი აქტი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, კონგრესში რამდენიმე თვის წინ დაამტკიცეს. ამის შემდეგ პროცესებმა უკვე სენატში გადაინაცვლა, თუმცა მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტს ეწინააღმდეგებოდნენ კონკრეტული სენატორები, რომლებიც დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვას წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, მეგობარი აქტი საბოლოოდ ჩავარდა, ეს ფაქტი გუშინ დაადასტურა კონგრესმენმა სტივ კოენმა. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს. მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც ამერიკას საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას ისახავს მიზნად. ასე ეხმაურებიან ვაშინგტონში გამართულ მოსმენას მმართველ გუნდში. ჰელსინკის კომისიაში საქართველოს წინააღმდეგ მოწმის სტატუსით სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი იყვნენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა იყო. ქართული ოცნება მოსმენაზე მოწვეულ პირებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ორმაგ სტანდარტ საუბრობენ. შოთა პალავანდიშვილი გაგვაცნობს თბილისში გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს. შოთა, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ.
ჰელსინკის კომისიაზე გამართული მოსმენა და იქ წარმოდგენილი საკითხები დღეს შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღალატის აქტი უწოდა ქართველი პოლიტიკოსების გამოსვლას ჰელსინკის კომისიაზე და თქვა ისიც რომ საუბარი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე როგორც გეოპოლიტიკური შეცდომა არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი, რადგან თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც აქტიურად საუბრობს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ჩინეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე, შესაბამისად საქართველოსთვის აღნიშნული კავშირი ჩინეთთან და სტრატეგიული პარტნიორობა არის ნათელი მაგალითი იმის, რომ რეალურად ამ კუთხით ქვეყანამ ეკონომიკის დივერსიფიცირება მოახდინა და წინ გადადგა ნაბიჯი მათ შორის ეკონომიკური დამოუკიდებლობის კუთხით. ჯო ვილსონს რაც შეეხება ის პირველ რიგში არის Deep State-ის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ხო, ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში ისიც არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის აგენტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ფინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილით თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში, ну რაც ძალიან სამწუხაროა ბუნებრივია, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ბუნებრივია ტრაგიკული მოვლენა. რაც შეეხება ჩინეთს, თქვენ იცით რომ პირად პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმოს ურთიერთობები ჩინეთთან, როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი Deep State-ის აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს, ეს რა თქმა უნდა არის არიელი სპეკულაცია. თვითონ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმავოს ჩინეთთან პარტნიორობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ეს განცხადებები, რასაც აკეთებენ კონკრეტული აგენტები, როგორც ქართველი, ასევე კონკრეტული ამერიკელი დიპლომატები. ჰელსინკის კომისიის სადისკუსიო პანელზე გამოთქმულ მოსაზრებებს იზიარებენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, მეტიც ისინი ამბობენ, რომ გაცილებით უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო როგორც თინათინ ხიდაშელის, ისე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რადგან მათი აზრით საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების გამო რეალურად კომუნისტური წარსულისკენ, ასე ვთქვათ, მიყავს ქვეყანა, თუმცა აღნიშნულ განცხადებებს ცალსახად პროვოკაციულს უწოდებენ. მართველი გუნდის წარმომადგენლები ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ სოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირი ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, მისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამავდროულად მართველი გუნდის წევრები ახსენებენ საზოგადოებას, რომ ჩინეთთან როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ევროკავშირს მილიარდობით დოლარის სავაჭრო ბრუნვა აქვს ყოველწლიურად, რაც მათი თქმით მისასალმებელია და მეტიც საქართველოს უჩენს მეტ ასე ვთქვათ, мотивაციას იმისა, რომ ჩინეთთან ურთიერთობები უფრო გააღრმაოს. დღეს მართველი გუნდის წევრებმა ისაუბრეს იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას მოყვა, მათ შორის საუბარია ინვესტიციების სავაჭრო პოტენციალის ზრდაზე და ამავდროულად უვიზო რეჟიმის დაწესებაზე, რომელმაც ქართულ მოსახლეობას დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩინა. მე ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ რიგ საკითხებში ჩვენ უფრო მკაფიო ვიქნებოდით და უფრო მეტ ფაქტობრივ მოცემულობაზე გვექნებოდა საუბარი. არსებითად, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პოზიციას, რომ საგარეო კურსი ცვლილება, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში უფრო მკაფიოდ ყოფილიყო, მაგრამ მე მგონია, რომ კიდევ უფრო უკეთ შეიძლებოდა სახელმწიფო ინტერესების დაცვა და უფრო მეტი მკაფიო განცხადების გაკეთება. თინა ხიდაშელი ფინანსდება ტაივანის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებიდან. ანტიჩინური კამპანია. ეს ყველაფერი არის მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენ და რა დონის მაღალი დონის ქვეყნებს აქვთ ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობები. ვიმეორებ სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან. რა თქმა უნდა, სასაცილოდ გამოიყურება ის მცირე ურთიერთობები სამწუხაროდ, რომელიც აქვს ჩინეთთან ჯერ კიდევ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაორმაგდება, გასარმაგდება და კიდევ უფრო მეტიც იქნება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესი. ასეთ დიდ ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების და სხვა ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ისევე როგორც ეს არის ეროვნული ინტერესების შესაბამისი ამერიკისთვის, იმიტომ აქ ასობით მილიარდიანი ბრუნვა და ევროკავშირის ქვეყნებისათვის, რომელთაც ასევე ასობით მილიარდიანი ბრუნვა აქვს მათთან.
ჰელსინკის კომისიამ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა სადისკუსიო პანელის მთავარი თემა იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და კავშირები. აღნიშნულ პანელზე მკვლევარ ლუკოვთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ მოხსენებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდნენ. თქვენ უსმენთ შოთა ფალავანდიშვილს, მადლობა შოთა. მოსმენას კონგრესმენი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა დარბაზში იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კელი დეგნანიც. ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გამო დამსწრეთა ნაწილმა თბილისის მისამართით კრიტიკული გზავნილები გაახმოვანა. ქართულმა ოცნებამ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში და საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა. უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან არის 360 გრადუსით შებრუნება ყოფილი საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსისგან, რაც ხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ახლა ბუნდოვანების დრო არ არის, საჭიროა ძალიან ცხადი პოლიტიკა საქართველოსთვის, რომელიც ცხადად გააჟღერებს ამერიკის ინტერესებს. საქართველოს გარეშე შუადერეფანი აღარ იქნება და თუ მას დავკარგავთ, გზა გაიხსნება ჩინეთისა და რუსეთისკენ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ირანის ამბიციებსაც. საქართველოში ქართულმა ოცნებამ კავშირები გაამყარა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებთან დაიწყეს თანამშრომლობა, მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს შუადერეფანში შესაძლებლობებისთვის. ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი მსხვერპლი. მოკლულია ამერიკული კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დონალდ ტრამპის მოკავშირე ჩარლი კირკი. კირკი წლების განმავლობაში იბრძოდა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. მას იუტას ველის უნივერსიტეტში სწორედ მაშინ ესროლეს, როდესაც პასუხობდა კითხვას ტრანსგენდერ ადამიანებზე, რომლებსაც შტატებში მასობრივი სროლების ჩამდენებად მოიხსენებენ. სასიკვდილოდ დაჭრილი 31 წლის აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ კვლელს ამ დრომდე ეძებს. ვინ იყო ჩარლი კირკი, რას უკავშირებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარს და რა განცხადებები გაკეთდა ამ დრომდე, ვაშინგტონში დეტალებზე ლუკა ჩანგელია ისაუბრებს, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება, ლუკა გისმენთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ღიად ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი უკავშირდება რადიკალურ მემარცხენე ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თავად კირკის იდეოლოგიას, რომელსაც ის წლების განმავლობაში ავრცელებდა შეერთებულ შტატებში. საუბარია ოჯახური ფასეულობების, ღირებულებების დაცვის საკითხზე, ასევე LGBT საკითხების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რასაც კირკი მუდმივად აკეთებდა სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, როდესაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო და ამის მიღმა ის ბუნებრივია პერმანენტულ რეჟიმში, ასევე სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს ხვდებოდა და მის მოსაზრებებს უზიარებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არც იმას მალავენ, რომ ამ ყველაფრის მიღმა შესაძლოა ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელი ჯგუფები იდგნენ, ის ჯგუფები, რომლებმაც თავის დროზე 2024 წელს ჯერ რობერტ ფიცოს მკვლელობას სცადეს, ხოლო შემდგომში უკვე დააორგანიზეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩადენილი აქტი. ვიცით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ შეხვედრაზე დონალდ ტრამპს სახის არეში ტყვია ესროლეს, თუმცა ამ მომენტში მან გადარჩენა მოახერხა. მთავარი ხაზი და აქცენტი, რასაც თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ დროა შეჩერდეს ის სიძულვილის ენა, რამაც საზოგადოება უკიდურეს რადიკალიზაციამდე მიიყვანა და ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირა. ასევე დონალდ ტრამპი და სხვა პირები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა სწორედ იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ჯანსაღი იდეოლოგია და ოჯახური ფასეულობები ჰქვია. ეს ამერიკისთვის ბნელი დღეა. დიდი ხანი ამერიკელებმა და მედიამ უნდა გაუსწორონ თვალი იმ ფაქტს, რომ ძალადობა და მკვლელობა იმის ტრაგიკული შედეგია, რომ წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე ყველაზე საწეგელი და საძულველი ფორმით ადანაშაულებენ მათ, ვისაც არ ეთანხმებიან. წლების განმავლობაში რადიკალური მემარცხენეები ჩარლის მსგავს შესანიშნავ ამერიკელებს ადარებდნენ ნაცისტებს, მსოფლიოს ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელებსა და კრიმინალებს. მსგავსი რიტორიკა პირდაპირ კავშირშია იმ ტერორიზმთან, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ
ვფიქრობ და ის ახლავე უნდა შეწყდეს. ჩარლი ამერიკის საუკეთესო ნაწილი იყო, ხოლო მონსტრი, რომელიც თავს დაესხა მთელ ჩვენს ქვეყანას. კვლელმა მისი გაჩუმება ტყვიის სცადა, მაგრამ ის დაამარცხდა, რადგან ჩვენ ერთად დავწმუნდებით, რომ მისი ხმა, მისი გზავნილი და მისი მემკვიდრეობა იცოცხლებს მომავალ თაობებში. მინდა სრულიად გარკვევი თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ჩარლი კირკი უპირველეს ყოვლისა ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვების მამა იყო. ჩარლის ჯეროდა სიტყვის და დებატების ზალის, რათა იდეები ჩამოყალიბებულიყო და ხალხი დაერწმუნებინა. ეს ბნელი დღეა ჩვენი შტატისთვის, ეს ტრაგიკული დღეა ჩვენი ერისთვის. რამდენიმე წუთით ადრე ვიდრე ჩარლი კირკს ესროდნენ, ის პასუხობდა შეკითხვას ტრანსგენდერ ადამიანებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბურ სროლებში მონაწილეებად მიიჩნევიან. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ესროლეს მას ტყვია ყელის არეში, რამაც მისი გარდაცვალება მალევე გამოიწვია. ბუნებრივია, კითხვები ჩნდება საზოგადოებაში თუ რა იყო ის მთავარი აქცენტი, რაზეც ყურადღებას ეს ადამიანი ამახვილებდა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც უკვე ვახსენე, ის ხშირად საუბრობდა ოჯახურ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა LGBT პროპაგანდას და ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დააბრუნებოდა იმ ქრისტიანულ გზას, რომლის პრინციპებზეც ის აღმოცენდა. სწორედ ამიტომ ის ხშირად აკრიტიკებდა ხოლმე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და ასევე იმ ლიბერალური ფასეულობების წარმომადგენელ ადამიანებს, რომლებიც ყოველივე ქრისტიანულ წესდებას და ოჯახის ღირსებასთან დააკავშირებულ საკითხებს ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი ასეთი მიმართვა, რომელსაც ის აკეთებდა, ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ. სულიერი ბრძოლა მიდის დასავლეთში. მტერს ვოუქიზმი ან მარქსიზმი წარმოადგენს, რომელიც ერწყმის ისლამიზმს, რათა თავს დაესხას იმას, რასაც ჩვენ ამერიკულ ცხოვრების წესს ვუწოდებთ. ამერიკული ცხოვრების წესი ძალიან მარტივია. მე მსურს შემეძლოს ქორწინება, ვიყიდო სახლი, მყავდეს შვილი, მივცე მათ ველოსიპედით სიარულის საშუალება გზის ჩასვლამდე, გაუშვა ისინი კარგ სკოლაში. ჩემს უბანს ჰქონდეს დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი, რომ ჩემს შვილს სკოლაში არ ასწავლონ ლესბოსელობის, გეიობის, ტრანსგენდერული თემებით შემცველი ნაგავი. ამავდროულად არ მინდა, რომ მათ მუსლიმური ლოცვის ხმა მოისმინონ დღეში 5 ჯერ. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ამერიკული ცხოვრების წესი, რომელიც სხვათა შორის ქრისტიანული სამყაროა. ქრისტიანებმა ჩვენი მსხვერპლით, ჩვენი შრომით, ჩვენი ხედვით, წმინდა წერილებიდან გამომდინარე შევქმნით დასავლური ცივილიზაცია. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი მოწოდებაა. მნიშვნელობა არ აქვს ხარ ესპანელი, აზიელი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი. ყველასთვის თუ ქრისტიანი ხართ და იესო ქრისტე თქვენი უფალი და მხსნელია, ეს ორი საფრთხე ერთიანდება, რათა ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდეს. დროა ეკლესია აღდგეს და დაუპირისპირდეს ამას. ჩარლი კირკსის მკვლელობას მალევე გამოეხმაურა SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელმაც რადიკალი მემარცხენეები შერაცხა როგორც მკვლელების პარტია. ამის პარალელურად გამოძიების ფედერალური ბიურო ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ცდილობს იპოვოს ის ადამიანი, რომელმაც ჩარლი კირკს ესროლა, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პირის ვინაობა ან იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც შეიძლებოდა რომ ეს აქტი დაეორგანიზება, ვერ ხერხდება. მადლობა ლუკა. ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეზე თქვენ უსმენდით ლუკა ჩანგელიას. შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახა უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიის კრიტიკას და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი. კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ. ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს დანერგოს და გაავრცელოს თავსმოხვეული მახინჯი იდეოლოგია. წერს პრეზიდენტი. ამ თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს. ეს იყო შემზარავი მკვლელობა პირდაპირ დღისით მზისით უნივერსიტეტის ეზოში მოხდა საზარელი მკვლელობა, რაც დაგმეს ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი დაგმეს უმაღლეს დონეზე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა, რა თქმა უნდა, ეს არის შემზარავი დასაგმობი ფაქტი და აქედან ჩანს ის თუ საითკენ მიაქანებენ ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალები, ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს. ხო, ეს არის შემაშფოთებელი, კატასტროფული
ტენდენციები. ამის გამოხატულება იყო სხვათა შორის ის აქციაც, რომელიც გამართეს სახელდაგარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ, ხო? ანუ აბსოლუტურად სახელდაგარგული ადამიანები, ქალი ქალს არ გავდა, კაცი კაცს არ გავდა. ხო, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, უცხოური დაფინანსებით, კონკრეტული, ასე ვთქვათ, იდეოლოგიით, ასეთ სახემდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც არის ნამდვილად ტრაგიკული. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოიხმაურენ ნაცი აქტივისტები, პოლიტიკოსები მათ შორის, ეგრეთ წოდებული, როგორც არის, ამ კვლევას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის შეიძლება ყოველას გვარი ვერ გავიხსენო, ერთ-ერთი იყო გვარამიას პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ბრძოლებში წევრი, მე მგონი ათეულში იყო დასახელებული ფარჯიანი თუ არ ვსები, რომელიც ასევე კაც არ გავს, რომ შეხედა გარეგნობაზე კი არა მაქვს აქ საუბარი. საუბარი მაქვს იმაზე თუ რა სულიერ მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც მე მათ გარეგნობაშიც გამოიხადება და გარეგნობაზეც აისახება. კაცი პირდაპირ სიცილით შეხვდა, არც მეტი არც ნაკლები ამერიკელი აქტივისტის კვლევა. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ფარჯიანი მეორე გვარი აღარ მახსოვს, იქ ნათია ჭკუასელი და შემდეგ ხო რამდენიმე გვარი იყო გაჟღერებული, რომელიც სიცილით შეხვდა ამ კვლევას და დაცინვით შეხვდა ამ კვლევას. ეს ადამიანები არიან იმის დასტური, მათ შორის იქ იყვნენ ამ კომენტარების ავტორები, ის ადამიანები 150-დან 1-2 ადამიანი, რომელიც იმ კონკრეტულ სახელდაკარგული ადამიანების აქციაში მონაწილეობდა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ ნაცი არის მკვლელი და ნაცი არის ბნელი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასმულ შეკითხვებს უკვე 1 საათია სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი პასუხობს. დღესვე გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული არასამთავრობო ორგანიზაცია პროსპერიტი ჯორჯიას დამფუძნებელი ლაშა არველაძე. საქმე ეხება საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დაყადაღებულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. ყველა ის პროექტი, რასაც ახორციელებდა ადამიანის უფლებათა სახლი, იყო იმ სტანდარტებსა და იმ სტრატეგიებში თავსებადი, რაც ზოგადად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მით უმეტეს ესეთი მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ გაწერილი. არაფერი უკანონო ჩვენ საქმიანობაში არ ყოფილა, პირიქით უამრავი სასარგებლო პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიმართულებით და ის გადარიცხვები, რაზეც არის საუბარი, ყველა გადარიცხვა იყო აბსოლუტურად კანონიერი. ჩვენ კითხვები გვაქვს მისი ორგანიზაციის ანგარიშებთან დაკავშირებით. აქციების პერიოდში არის ჩარიცხული მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე თანხები, მათ შორის თანხები არის ჩარიცხული პოლიტიკოსების მიერ და თანხები არის ჩარიცხული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით სახელოვნად გამარჯვებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა თანხებია, ვიზე უნდა გაემარჯვათ და რა იყო დანიშნულება. ასევე ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, იცის თუ არა, აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ იყო ორგანიზატორი და საერთო მიზანი რა იყო მათ. ასევე მის ორგანიზაციას გაწეული აქვს გარკვეული სახის დახმარებები სამართალ დარღვევისთვის, ბრალდებული სახით დაკავებულებისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვექნება კითხვა. დღეს წაუყენებენ ბრალს იმ სამ პირს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე მომხდარზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულთაგან 2-ს გამოძიება საპროტესტო აქციის მსვლელობისას აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. პირი, რომელიც ქალს სახელში ხელსატყამს, საზა მამალაძეა. ირაკლი ბუაჩიძეა ის, ვინც წაქცეულს ხელკეტი დაარტყა. კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე კი დაკავებულია ირმა დიასამიძე. ბრალდებულებიდან 2 მმართველი გუნდის მომხრე, ერთი კი ოპოზიციის აქტივისტია. დაკავებების შესახებ დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. ის იქონების დაზიანება 150 ლარისევით ღირებულების თუ არის შესაბამისი ნივთი, არის სისხლისამართლის დანაშაული, ჩვენ არ მოგვიგონია 35 წელი ასეთი. დანაშაული არის დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისახოს. გუშინ დაკავებული იქნა 3 პირი, აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა 3 ვათქო, აქედან 2
არის ჩვენი ორგანიზაციის პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყოველას მიმართ უნდა მოქმედებდეს, რა თქმა უნდა, თანაბრად. დანარჩენს გადაწყვეტ სასამართლო. ვინც ჩაიდეს დანაშაულს, ყოველას მიმართ უნდა მოქმედებდეს კანონი. ზოგადად მოხსე, ხო წერია რომ 150 ლარის ზევით არის ხუცლამდე თავისუფლების საქმე და გათვალისწინებული, მაგრამ საშიშროებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის ფასსაც და ყველაფერსაც. დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახაკალაძემ მოსახლეობას გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გააცნო. მოქმედმა მერმა ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები წარადგინა. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ გასულ წლებში მერის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად დედაქალაქში საპარკო კულტურა დაბრუნდა. პროექტალურად გააკეთებს პრეზენტაციას უზარმაზარი მასშტაბის სამუშაო ჩატარდა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით. არ დაგვიტოვებია თბილისის არც ერთი უბანი და რაიონი, არც ერთი სკვერი, ბაღი, პარკი, ხეივანი, გზაგამტარი თუ სატრანსპორტო კუნძულიც კი თბილისის გასამწვანებლად. ერთ დროს ნაგავსაყრელად და ჭაობად ქცეულ ტერიტორიებზე დღეს არის გაკეთებული ულამაზესი პარკები. როდესაც მოვედით 2017 წელს ჩვენ დავხვდა ძალიან ცუდი და მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა სივრცეების, არეალების, რეკრეაციული მხედველობაში პარკების, ტერიტორიების გასხვისება იმისთვის, რომ იქ შემდეგ სხვადასხვა სამუშაოები ჩატარებულიყო სამშენებლო კუთხით. ვიღაცას შეიძლება საცხოვრებელი კორპუსი აეშენებინა, ვიღაცას სამუშაო ოფისი და ბევრი ტერიტორია იყო გასხვისებული, იყო ასევე სპორტული სივრცეები, რაც ძალიან მძიმე იყო და ჩვენ მთლიანად დავანგრიეთ და დავშალეთ ეს მძიმე პრაქტიკა, რომელიც ამ მიმართულებით იყო. ჩვენ ბიზნესისა და ქალაქის აღმშენებლობის წინააღმდეგ არ ვართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სივრცეების განადგურების, ტყის გაჩეხვის, ჰაერის დაბინძურების ხარჯზე, რაც ძალიან ცუდი, როგორც გითხარით, დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. ჩვენ ბიზნესს ყველანაირად ხელს უწყობთ, ვეხმარებით. რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქალაქი უნდა განაშენიანდეს, ურბანულად, სწორად, დაგეგმილად. ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე და სპორტული მოედნების ხარჯზე, რაც ჩვეული პრაქტიკა იყო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სამშენებლო ნებართვის გაცემა, აუცილებლად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს გამწვანების კომპონენტს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამდენი რამ გაკეთდა დედაქალაქში, კონკრეტულად ეკოლოგიის გამწვანების მიმართულებით საფუძვლიანად შეიცვალა ჩვენი დედაქალაქი ამ კუთხით და ეს არის, რა თქმა უნდა, მერის და პირადად კახაკალაძის დამსახურება, მე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ამ საქმისთვის მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავხადო. თბილისი იყო ევროპულ დედაქალაქებს შორის ბოლოდან მეორე ადგილზე თავის დროზე გამწვანების და ეკოლოგიის მიმართულებით და დღეს თბილისი არის ევროპულ დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ეს საქმეები გაგრძელდეს და სწორედ ამაზე ქონდა დღეს საუბარი კახაკალაძეს მერის გუნდს როგორ ესახებათ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქს კიდევ უფრო მეტად გამწვანება, ეკოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და როგორც ხედავთ ეს გეგმებიც არის ძალიან ამბიციური და წარმატებებს უსურვებ, რა თქმა უნდა, კახაკალაძეს და მის გუნდს შემდეგი 4 წლის განმავლობაში ამ საქმიანობაში. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თელავში პროფესიულ კოლეჯ პრესტიჟს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი ასევე გაიცნო კოლეჯის ტერიტორიაზე ახალი სახელოსნოების მშენებლობას, რომელიც სამინისტროს ბიუჯეტიდან თითქმის 6 მილიონი ლარით დაფინანსდა. კოლეჯი პრესტიჟი არის არა მარტო კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული სასწავლებელი, სადაც წლებია სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი ეუფლება სხვადასხვა პროფესიებს, გვაქვს მაღალი პროცენტი დასაქმების და კოლეჯი ფართოვდება, მიმდინარეობს ახალი კორპუსის მშენებლობა, რაც დაფინანსებულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და სადაც
2026 წლიდან უნდა დაიწყოს სამშენებლო პროფესიების მიმართულებით დაინტერესებული პირების გადამზადება, ისევე როგორც კოლეჯის ფორმატში ახალი პროგრამების ამოქმედება. Ქონდა საუბარი კოლეჯის მომავალზე, თუ რას გეგმავთ, რა ცვლილებები შეიძლება იყოს პერსპექტივაში, რას ვფიქრობთ, მე ვფიქრობ, რომ იყო ნაყოფიერი შეხვედრა და დავსახეთ საომავლო გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს კოლეჯის განვითარებას. კურიერი 12-ზე დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს 2 საათზე შევხვდებით, მანამდე კი ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.j-ზე.